როდესაც ჩაიკეტებოდა ოთახში, საკმაოდ დიდი ოთახი იყო, თავის ბიბლიოთეკით, როიალით, თავის მაგიდით, რომელზეც ხდებოდა ამ ნაწერების გადატანა, იქ ვერავინ ვერ შევიდოდა და როდესაც დაждდებოდა, უნდა ჩაკეტილიყო და იყო განმარტოვებული, არ იყო ესეთი კომუნიკაბელური. მრავალმხრივ ნიჭიერი და განსწავლული მეცნიერი, რომელმაც ორი უდიდესი დარგის, მუსიკოლოგიისა და აღმოსავლეთმცოდნეობის განვითარებაში განსაკუთრებული კვალი დატოვა. ვაჟა გვახარიას დაბადებიდან 100 წელი გავიდა. მეცნიერი აქტიურად იკვლევდა ქართული სასულიერო მუსიკის ისტორიას, მუშაობდა ჰიმნოგრაფიულ ხელნაწერებზე, იკვლევდა საქართველოსა და მსოფლიო ფოლკლორს, ყოველივე ეს ერთი ადამიანის, მე-20 საუკუნის ცნობილი ქართველი მეცნიერის სახელს უკავშირდება. მიიღო საკმაოდ დიდი განათლება. დაამთავრა ისტორიის ფაკულტეტი უნივერსიტეტის, რომელიც შემდეგ გაიყო და გამოიყო მას აღმოსავლეთმცოდნეობა და მამა წავიდა ამ მიმართულებით. თავიდან მოღვაწეობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში, შემდეგ და მისი პედაგოგები იყვნენ მელიქიშვილი, გიორგი წერეთელი და ესეთი გამოჩენილი ხალხი. შემდეგ დაამთავრა ასპირანტურა, ესეთი რაოდენობა ნაწერი, რომელიც მე გადავიტანე არქივში, წარმოუდგენელია. იმდენ დროს უთმობდა თავის მოღვაწეობას, რომ ხდებოდი დილით, შემდეგ აღმოსავლეთმცოდნეობიდან რომ დაამთავრებდა 5-დან 6 საათამდე სახლში იყო. რამოდენი დღე მერე ლექციები ქონდა, საღამოს კითხულობდა. სახლში ქონდა თავისი სივრცე, თავისუფალ დროს უთმობდა დაკვრას, პარტიტურებით მიყვებოდა, უსმენდა თავის ფირფიტებს. ძალიან დიდი ბიბლიოთეკა ქონდა, ფირფიტების რაოდენობა განსაკუთრებული შესრულებებით. ამაყობდა იმით, რომ შემდეგ მიწვეული იყო გერმანიაში 12 წელიწადი მოღვაწეობდა, ჰენდელის პრემიის ლაურეატი იყო, ხალეს საპატიო მოქალაქე. ვაჟა გვახარია ავტორია მრავალი გამოკვლევისა. მან ნუსხურ ხუცურიდან მხედრულზე გადმოიტანა მე-10 საუკუნის ქართველი პოეტ ჰიმნოგრაფის, წიგნობარის, კალიგრაფისა და მგალობელის, მიქაელ მოდრეკილის იადგარი. შექმნა მე-19 საუკუნის ქართული მუსიკალური ხელნაწერების კლასიფიკაცია და ჯამში 100-მდე მონოგრაფია გამოაქვეყნა. თავისი შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა საქართველოში ორი უდიდესი დარგის განვითარებას. აღმოსავლეთმცოდნეობაში ეს იყო ხეთოლოგია, ურატოროლოგია, ქართული ხალხური ფოლკლორი, ზოგადად ფოლკლორული მასალები. საოცარი გულისხმიერებით აქვს გაკეთებული უამრავი მასალა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ არის უიშვიათესი თავისი აღნაგობით, აღწერილობით. სწავლის პარალელურად კონსერვატორიაში გაუგზელებია სწავლა, სადაც დაეუფლა უაღრესად მნიშვნელოვან ჰენდელის შემოქმედებას, სწავლობდა. მე-20 საუკუნეში ასეთი დიდი ენთუზიაზმით, ასეთი დიდი მონდომებით სასულიერო მუსიკაზე არავის არ უმუშავია, რასაც ცხადყოფს ის შემოქმედება, ეს ნაღვაწი, რომელიც დღეს ნაწილობრივ გამოცემულია და ნაწილობრივ დაუნჯებულია, დალაგებულია საქართველოს ეროვნულ არქივში. მეცნიერის ნაშრომებს შორის აღსანიშნავია ძველ ქართულ მუსიკალურ სისტემათა განვითარება, მიქაელ მოდრეკილის ჰიმნები, ჰენდელი, მოცარტი, ვაგნერი, ურარტულის ლექსიკა, ბასკური ხალხური სიმღერები და სხვა. ვაჟა გვახარიას ნაშრომების უდიდესი ნაწილი ჯერაც გამოუქვეყნებელია. გაოცებული ვარ იმით, რომ ერთ კაცს ჰქონდა არა მარტო ორი პროფესია, აღმოსავლეთმცოდნეობა და მუსიკის მცოდნეობა, არამედ ამ პროფესიებში მუშაობდა ერთმანეთისაგან აბსოლუტურად განსხვავებულ თემებზე. მე შესწავლილი მაქვს გამოცემული ნაშრომები მუსიკოლოგიური კუთხით და ვებერთელა ხელნაწერი მასალა. ზოგიერთი ისეთი ტიპის წიგნია, სადაც მუსიკოლოგია და აღმოსავლეთმცოდნეობა ერთად არის თავმოყრილი. წიგნის გამოცემა საბჭოთა კავშირის დროს იყო ძალიან რთული. და ბატონი ვაჟა მუშაობდა იმდენს, რომ მას ფიზიკურად არ ქონდა იმის ძალა, კიდე დამატებით ეფიქრა სპეციალურად ამა თუ იმ ნაშრომის გამოცემაზე. აი გამოცემული მასალებიც არის ძალიან მრავალფეროვანი. აღმოსავლეთმცოდნეობაში მე მკვდარ ენებზე მახსენდება მისი ნაშრომი,
მუსიკის მცოდნეობაში საოპერო მომღერალ პეტრე ამირანაშვილზე წიგნი, დიდ ქართველ კომპოზიტორ ზაქარია ფალიაშვილზე წიგნი, ქართულ მუსიკალურ სისტემათა განვითარება და ბასკეთის თემა, აი რაც არის მნიშვნელოვანი. ქართულ მუსიკალურ სისტემათა განვითარებაში ის პირველად ახსენებს ინგილოურ მუსიკალურ ფოლკლორს, პირველად ახსენებს ფერეიდნულ მუსიკალურ ფოლკლორს, ასევე მომდევნო ნაშრომებში იგი ახსენებს ლაზურ მუსიკალურ ფოლკლორს, ბოლო ნაშრომში თურმე, რომელიც ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ წერილის სახით არის, რეცენზიის სახით არის შემორჩენილი, ახსენებს შავშურ მუსიკალურ ფოლკლორს. კაცს, რომელსაც შეეძლო ერთდროულად ეწერა წინარე საქართველოს მუსიკალურ კულტურაზე, უძველეს ქართველურ ენებზე, ქართულ მუსიკალურ ფოლკლორზე, დღევანდელ ქართულ საკომპოზიტორო მუსიკაზე, ევროპის საკომპოზიტორო მუსიკაზე და თან ყველა ამ სფეროში ყოფილიყო ძალიან ცნობილი, ძალიან პროდუქტიული და ყველგან დაეტოვებინა დიდი და ხარისხობრივად ძალიან დიდი ნაშრომები. ქართველი მუსიკათმცოდნე, ფილოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერების დოქტორი, პროფესორი ვაჟა გვახარია 1925 წლის 22 მარტს დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, შემდეგ თბილისის კონსერვატორიის მუსიკათმცოდნეობის ფაკულტეტი. 1952 წლიდან იწყება მისი პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობა. ქართული მუსიკის შესახებ საჯარო ლექციებს კითხულობდა სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ძველი აღმოსავლური ენების განყოფილების გამგე. 1967 წელს გახდა ჰენდელის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი.